მოგესალმებით. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის დადგენილი გამოცემული კომიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით გაცნობებით, რომ კონკრეტულად დაზარალებულ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციები და შესაბამისი საკუთრების საბოლოო რედაქციისთვის გადაეგზავნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებისათვის რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებს და საბოლოო პასუხის მიღების შემდეგ უკვე შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი. ამასობაში პარალელურად მინდა მოგახსენოთ, რომ ეს საკითხები იმდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის, რომ როგორც მოგეხსენებათ 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით უკვე მოქმედებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებაზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ძალიან აქტიურად აგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ამ იქ ცხოვრები ადამიანებისათვის. საუბარი არის სწორედ ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას და ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ ინფორმაციას მოგაწვდით. როგორც გითხარით, ჩვენთვის პრიორიტეტია და ამიტომაც დავიწყებთ იმ საკითხების საუბარს, რომელიც ჩვენ უკვე აქამდე გავაკეთეთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მოხდა ყველა პრობლემატიკის იდენტიფიცირება და პრობლემების მიხედვით უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ განვახორციელეთ შემდეგი მოქმედებები. მოგახსენებთ, რომ არის ამ კომისიის წევრები, როგორც განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის განვითარების, ენერგეტიკის სამინისტრო და სხვა უწყებები და ჩანდების სამინისტრო ასევე. შესაბამისად, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. რამოდენიმე ციფრს მოგახსენებთ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის გათვლით უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მანამდე მოხდა გაზიფიცირება დასრულდა 58 სოფელში და სულ გამრიცხვლიანება მოხდა 11500 აბონენტის. პრაქტიკულად სრულად არის სამი სოფელი რა არის დარჩენილი და ამასაც წელს დასრულდება მათი გაზიფიცირება. ასევე 2015, 16 და 17 წლებში ზამთრის სეზონებზე ჩვენ ვეხმარებით იქ მცხოვრებ მოსახლეობას 11000 ოჯახს გაიწია დახმარება 200 ლარის ოდენობით, ასევე ვისაც არ აქვს გაზი, ეს იყო 2015-16 წლებში, 2017 წელში ეს თანხა გადაირიცხა გაზის მომარაგების კომპანია და შესაბამისად მათ ანგარიშებზე არის ახება და ეს პრობლემა უკვე აღარ დაუდგებათ მოსახლეობას, იქ მცხოვრებ მოსახლეობას. გარდა ამისა, ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ გაზი შეყვანილი, მათ სამეფლი მასალას შიშას მივაწოდეთ და ასევე გაუწიეთ დახმარება. ალყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სასწავლო წლის საფასურის გადახდა, ეს არის ერთ-ერთი კიდევ ჩვენი პრიორიტეტი. იქ ცხოვრებ ახალგაზრდებს სახელმწიფო მაქსიმალურად უწევს დახმარება და ბოლო მონაცემებს მოგაწვდით. ესე იგი 2015-16 სასწავლო წლებში 750 ბავშვს დავეხმარეთ და საერთოდ ჯარში სახელმწიფომ გაიღო 1.850.000 ლარი. 2016-17 სასწავლო წლებში უკვე 800 სტუდენტი. ანუ მიმდინარეობს მუდმივად მატება, 14-15-ში იყო 522 სტუდენტი და საკმაოდ აქტიურად ვეხმარებით განათლების მიღებაში და ამ ხარჯის რამ რომ მათ არ აქვს შემოსავალი და ამ თანხის გაღება გაუჭირდებათ, ამიტომ სახელმწიფო თავის როლს თამაშობს საკმაოდ დადებით. სასკოლო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ისევ განათლების სამინისტრო. გარდა იმისა, რომ მოწესრიგდა სკოლები, გახდა ბევრ სკოლაში რემონტი ჩატარდა, დაინიშნა ტრანსპორტი, რომელიც ბავშვებს საკუთარი საქმიდან წაიყვანს სკოლებში და ასეთი რამ არის გორში, კასპში, კარელის და სამეგრელო ზემო სვანეთის სოფლებში, ასევე საჩხერეში.
კიდევ სასიამოვნო ინფორმაცია არის ის, რომ Wi-Fi სერვისის დამონტაჟება დაიწყოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და შესაბამისად ინტერნეტისადმი მცდელმა გაუადვილდება იქ ცხოვრებ მოსახლეობას. სამედიცინო კაბინეტებით აღჭურვა მოხდა სკოლების და ასევე მოხდა ხატრული ლიტერატურის ბიბლიოთეკის ფონდის შექმნა ზოგიერთ სკოლაში. ასევე წელს უბრალოდ 2016 წელს უკვე მიეწოდა ფსიქოლოგის სერვისი იმ სკოლებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს აქვს საშუალება საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ფსიქოლოგს და მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე ჯაბა ჯვარში და ქალაქ გორში ფუნქციონირებს პროფილური კოლეჯი, სადაც პროფილური განათლების მიღება შეუძლიათ და სრული დაფინანსება სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კიდევ დავამატებდი, რომ 9 სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, აშენდა საკვირველის შენობა ნაგებობები, ჭაბურღილები დაიმატა კიდევ ახალი ჭაბურღილები, სადაც წყლის მომარაგება უწყვეტად ხორციელდება სოფლებში. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და საბოლოოდ ამასაც აღმოფხვრათ ამ პრობლემების ბოლომდე. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სოფლის მეურნეობის სფეროშიც განხორციელდა ღონისძიებები. 2015-16 წლებში დაიხונה 6000 ჰექტარი მიწა. შემდგომ ენერგიმომოვლის პროექტში 76 ჰექტარი მიწის ფართობი დაფინანსდა, ასევე სხვა პროექტები განხორციელდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებებიდან ხაზს გაუსვავდა იმას, რომ სოფლებში გაიხსნა 36 და აღიჭურა სრულად 37 ამბულატორია, რომელშიც ემსახურება 83 სოფელს და დასაქმებული 37 ექიმი, 53 ექთანი და ხელფასიც მინდა ვთქვა, რომ იმ რეგიონისთვის საკმაოდ ნორმალურია, 650 ლარი აქვს ექიმს და 415 ექთანს. ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად გვეხმარებიან კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და ესეც ადგილით შესამჩნევია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ უკვე განხორციელდა გამყოფი ხაზის ყველა სოფელში ინვენტარიზაცია და შედეგად აღმოჩენილია ის 113 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 1591 ჰექტარი, რომელიც საბოლოოდ გადაეცემა და მოხმარდება იქ ცხოვრებ მოსახლეობას. ამას გარდა კიდევ რამდენიმე ღონისძიება გვაქვს ყველა მიმართულებით, ჯერ კიდევ არის საშუალება იმისი, რომ გავაკეთოთ მოთხოვნა ასევე არსებობს და ჩვენო მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ყველა უწყებასთან და მზად ვართ გავაგრძელოთ ალბათ. ბატონო პეტრე, ბატონო უჩა. დიდი მადლობა ბატონო პეტრე წამოწმებული ინფორმაციისთვის. მე რეკომენდაციებთან დაკავშირებით არაერთი ზოგადი კითხვა მაქვს ერთი სგარეთ, რომელიც ეხება პრინციპში სფეროს, რომელიც საკმაოდ აქტუალურია პატიმრების თემას. მოგესალმებათ, რამდენიმე ქართველი ჩვენი მოქალაქე დღეს იმყოფება ცხინვალის და სოხუმის ციხეში. გიუნაშვილის და ლუკავას საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს. თუ არის რამე პროგრესი ან კომუნიკაცია მათი არ ვიცი განთავისუფლების ან არ ვიცი რაღაც ამ საკითხის მოგონებასთან დაკავშირებით. მოგესალმებათ, გასულ წელს მოხდა გაცვლა პატიმრების და რამდენიმე პატიმრის გაცვლა თბილისის, სოხუმსა და ცხინვალს შორის. თუ ხომ არ იგეგმება დაუშვათ თუნდაც იგივე ამ პროცესის გაგრძელება არის, რომ რეალურად მათი მდგომარეობა გაერკვეს. მე როგორც თქვენი სამინისტროც ასევე არის ჩართული ამ პროცესში. დიდი მადლობა ბატონო უჩა. რა თქმა უნდა, პატიმრების საკითხი ისევე როგორც ყველაფერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდებარე არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას მუდმივად ჩვენ განვიხილავთ და ვაყენებთ როგორც
IPRM-ის, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების საკითხებში. ეს ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტული თემა, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დეტალები ალბათ სხვა ფორმატში უფრო განსახილველია. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და მე ვფიქრობ, ეთერში ამაზე არ ჯობია არ იყოს. მადლობა ბატონო პეტრე, ერთი შეკითხვა მაქვს კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, ასე ვთქვათ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზიანის ანაზღაურების საკითხებზე ძირითადად ეხება დაზარალებულ სახლებს, ასე ვთქვათ, რაც ომის დროს დაზარალდა. კიდევ არის დარჩენილი ესეთი მოსახლეობა რამდენიმე სოფელში, მათ შორის ზარდიანთკარში არის განსაკუთრებით იცით დიდი რაოდენობით ესეთი სახლების რაოდენობა, რომელთა კომპენსირებაც არ მომხდარა. ამაზე თუ არის რაიმე კონკრეტული, იმიტომ რომ ვიცით რომ უწყებად შორისი ფორმატში განიხილებოდა ეს საკითხი და თუ არის რაიმე კონკრეტული შედეგი, ესე ვთქვათ, როგორ გეკმავთ ამაზე რეაგირებას. მადლობა შეკითხვისთვის. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, უწყებათა შორის ფორმატში მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, ეს არის კომპლექსური საკითხი, დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, მიმდინარეობს მუშაობა და სწორედ ზარდიანთკარში და კიდევ სხვა სახლებიც არის, სადაც ვცდილობთ ჩვენ მოვუძებნოთ სწორი ფორმა და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ეს განვახორციელოთ, ეს იქნება ჩვენი რესურსები თუ იქნება საერთაშორისო დახმარების მეშვეობით. მოგესალმებით, მედიატურაშვილის სახალხო დამცველის აპარატი. ბატონო პეტრე, თქვენთან ორი შეკითხვა მაქვს, რომელიც ეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც იყო ასახული საპარლამენტო დადგენილებით. პირველი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლას, კონკრეტულად გულისხმობთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგის კუთხით მუშაობენ, მაგალითად როგორიც არის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი და ასე შემდეგ. მაინტერესებს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში რამდენად დგება ეს საკითხი, თქვენი უწყება რას აკეთებს კონკრეტულად ამ ორგანიზაციების აფხაზეთში და სამხედროსში შესვლის უზრუნველსაყოფად. ეს პირველი და მეორე შეკითხვა ეხება სოციალურ კონფლიქტით დაზარალებულ სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციის თუ განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელზეც ამ დოკუმენტებზე საუბარი არის უკვე 2013 წლიდან, 13-14 წლიდან და რეალურად როგორც ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებული პროგრესი ამ წლების მანძილზე არ შეიმჩნევა და დოკუმენტი მიღებული არ არის. ეს დღის წესრიგიდან ხო არ მოიხსნა საერთოდ ამ დოკუმენტის მიღება? მადლობა. მადლობა ბატონო მედია. დავიწყებ მეორე კითხვიდან, რადგანაც აქამდე რაც ვისაუბრეთ, პრინციპში საუბარი იყო ამ იგივე საკითხზე, ჩემი მოხსენება რაც ჩვენ გვაქვს ერთი რეკომენდაცია, სწორედ ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმაზე. და ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ამაზე მიმდინარეობს, პირველ ჩემი სიტყვას წინადადება ის იყო, რომ ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა. რეალობა შეიცვალა, ბევრი საკითხი, რომელიც იყო 2013-ში, 14-ში, 15-ში პრიორიტეტად უკვე მოგვარებულია, ან თითქმის მოგვარებულია შესაბამისად. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ნებისმიერ რომელიც ახალი მტკიცდება, უნდა შეიცვალოს მოერგოს არსებულ ვითარებას, არსებულ რეალობას. ამიტომაც ხაზი გავუსვიროთ, საკმაოდ აქტიურად მუშაობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია და ამ ფორმატში უფრო მოქნილი ფორმატია, უფრო სწრაფი ფორმატია და უფრო შედეგზე ორიენტირებული. მიუხედავად მაგისა, რა თქმა უნდა, გიდასტურებთ მიმდინარეობს მუშაობა, გვინდა ისეთი დოკუმენტი შევიმუშაოთ, რომ რაც გაკეთებულია უკვე ის აღარ აღმოჩნდეს იმაში და უბრალოდ არ იყოს ამის დუბლირება და იმის მართლები რო იყოს ბოლომდე ყველასთან მიმართებაში. ეს ერთი. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ეს არის ჩვენი ასევე უდიდესი პრიორიტეტი, უმთავრესი პრიორიტეტი, ამაში ძალიან აქტიურად გვეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა არენა, ყველა სცენა, სადაც შეგვიძლია ყველა შესაძლებლობა, სადაც კი შეგვიძლია ჩვენ ამას მუდმივად ვაყენებთ ძალიან აქტიურად საგარეო სამინისტროსთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ისინი ჩვენს გვეხმარებიან და ჩვენზე მეტროს ასრულებენ ამ მიმართულებით. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც არიან აკრედიტებული საქართველოში, მუდმივად საუბრობთ ამაზე, გვაქვს სრული გაგება და სრულად ერთნაირად უყურებთ ყველანი ჩვენ ამას, მაგრამ ამ გარშ გასაწევი არის ის რეალობა და ვითარება, რაც არის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი რეჟიმების მხრიდან გასაგები მიზეზების გამო არ ხდება ვერ ვახერხებთ მათ დაყოლებას, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც მოგვარდება.